კვირის თემა აფხაზური მხარის ანტირუსული განცხადებები. სოხუმის მარიონეტული რეჟიმი ცხინვალისაგან განსხვავებით რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებაზე უარს ამბობს. ოკუპირებულ აფხაზეთს მოკავშირე რუსეთის მიმართ იმედები დღითი დღე უცრუდება. სოხუმში იზრდება პრეტენზიები ეგრეთ წოდებულ სტრატეგიულ მეზობელთან მიმართებაში. ამის დადასტურებაა სოხუმის დე-ფაქტო მერის ადგურ ხარაზიას ანტირუსული განცხადება. რუსეთი აფხაზეთში უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობს და ამისთვის აფხაზებს კაპიკებს უხდის, განაცხადა სოხუმის ეგრეთ წოდებულმა მერმა ნუჟნაია გაზეტასთვის მიცემულ ინტერვიუში და იქვე დასძინა, რომ რუსეთი აფხაზებს როგორც მოკავშირეებს, ისე არ ექცევა. ერთი მხრივ საკუთარი თავის იმედი გვაქვს, თუმცა მეორე მხრივ ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან უფრო გამჭვირვალე უნდა გავხადოთ. ჩვენთვის კაპიკების მოცემით ისინი უზარმაზარი ტერიტორიით სარგებლობენ, რომელიც ჩვენ მათ სამხედრო ბაზებისთვის გამოვუყავით. მათ ხომ ეს ბაზები არამხოლოდ ჩვენს დასაცავად განალაგეს. პირველ რიგში ეს სჭირდებათ იმისთვის, რომ რუსეთი ნატოსგან დაიცვან. რატომ არ უნდა გადაგვიხადონ, რატომ არ უნდა გადავიყვანოთ ჩვენი ურთიერთობები ცივილიზებულ სიბრტყეში? რატომ არ უნდა გვექცეოდნენ როგორც მოკავშირეებს? კითხვას სვამს ეგრეთ წოდებული მერი ადგურ ხარაზია. ქართველი პოლიტოლოგების განმარტებით აფხაზური ხელისუფლების ნაწილი ნელ-ნელა ხვდება იმას, რომ აფხაზეთი რუსეთის ხელში სათამაშოა, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში მისი ინტერესების გასატარებლად იყენებს. ეს ეიფორია, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში იგრძნობოდა აფხაზეთში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც რუსეთმა აღიარა მათი დამოუკიდებლობა, ნელ-ნელა ქრება და ასე ვთქვათ, ისინი უფრო უფრო რეალურად უყურებენ სიტუაციას, გამომდინარე იმ შეცვლილი რეალობებიდან, რომელიც დღეს არის აფხაზეთში. მას შორის რუსეთ ვთქვათ, აფხაზეთის ურთიერთობები, რომელიც რა თქმა უნდა ყოველთვის იყო ასიმეტრიული და ვთქვათ, იმისი ილუზია, რომ ვთქვათ, ეს ურთიერთობები იქნებოდა ურთიერთობა თანასწორთა შორის, რა თქმა უნდა, თავიდან არ არსებობდა, მაგრამ ეხლა ასე ვთქვათ, უფრო გაჩნდა იმის გაგება, რომ რეალურად ვთქვათ, რუსეთი უფრო იყენებს ვთქვათ, აფხაზეთს კონკრეტულად იგივე საქართველოს წინააღმდეგ და ვთქვათ, საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების წინააღმდეგ და ის რეალურად გახდა გარკვეულწილად სათამაშო, ისევე როგორც ვთქვათ, სამხრეთ ოსეთი და ბუნებრივია აფხაზური ელიტის რაღაც ნაწილს ეს არ სიამოვნებს. და აქედან გამომდინარე არის ეს უკმაყოფილო განცხადებები, რომელიც ისმის ამა თუ იმ ოფიციალური პირებიდან დე-ფაქტო ხელისუფლების და თანდათანობით ალბათ ეს განწყობები აისახებათ საზოგადოების სხვა სოციალურ ფენებზეც. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ მათ ასევე იციან, რომ ძალიან რადიკალური განცხადებებით ალბათ ეს აფხაზეთის ხელისუფლება ვერ გამოვა, გამომდინარე იქიდან თუ გავითვალისწინებთ მათ დამოკიდებულება ზოგადად რუსეთზე და მათ შორის ეკონომიკური სამხედრო თუ ვთქვათ სოციალ-პოლიტიკური კუთხით და აქედან გამომდინარე ეს არის ის ვთქვათ რეალობები, რომელიც დღეს გვაქვს აფხაზეთში. სასაცილოა რუსეთი რა აფხაზეთს როგორც მოკავშირეს მოექცეს, ამისთვის მინიმუმ აფხაზეთს მოექცეს დიდი სახელმწიფო და დამოუკიდებელი სახელმწიფო. ყაზახეთს არ ექცევა, არა თუ აფხაზეთს. აქედან გამომდინარე მას არანაირი ეკონომიკური აქტიურობა არ ჩაუტარებია აფხაზეთში, არც აპირებს ჩატარებას, არავითარ ინვესტირებას არ უწყობს ხელს და ეს უფრო მეტს გეტყვით ამ მის აღიარების პროცესსაც თვითონ რუსეთი უშლის ხელს ძირითადში. ამიტომ ეს ალბათ კარგად უნდა იცოდნენ აფხაზები, კარგად უნდა გაეცნობიან, რომ ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სოხუმის მარიონეტული რეჟიმი ცხინვალისგან განსხვავებით რუსეთთან მიერთების საკითხზე ეგრეთ წოდებული რეფერენდუმის ჩატარებას არ აპირებს. როგორც ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრმა არტურ მიქვაბიემ განაცხადა, აფხაზებს ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობა სურთ. ცხინვალის მოტივები გასაგებია, რადგან ოსების ერთი ნაწილი რუსეთში, მეორე ნაწილი კი სამხრეთ ოსეთში ცხოვრობს. ამიტომაც აქვთ გაერთიანების სურვილი. ჩვენ კი სხვანაირი ვითარება გვაქვს. გსურს რომ ვიყოთ დამოუკიდებელი სახელმწიფო და დიდი რუსეთის საიმედო და ერთგული მოკავშირე. დავიმსახურეთ დამოუკიდებლობა, მას ათასობით საუკეთესო შვილების სიცოცხლე შევწირეთ. განმარტავს მიქვაბია რია ნოვოსტისთან საუბარში. აფხაზური სურვილი ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის შესახებ რუსეთის ინტერესებში არაა და ყველანაირ რეალობას მოკლებულია, აცხადებს პოლიტოლოგი კორნელ კაკაჩია. ემზარ ჯგერენაია კითხვის, რომ რუსეთი ცდილობს იმიჯი შეიცვალოს და მან მორიგი თამაში წამოიწყო საერთაშორისო თანამეგობრობის თვალის ასახვევად.
ერთი არის სურვილი და მეორე არის რეალობა, თქვათ, მათ შორის ძალიან დიდი განსხვავება არის. ჩვენ ვიცით, რომ დღევანდელი გეოპოლიტიკური კონტექსტი აბსოლუტურად არავითარ საშუალებას არ აძლევს აფხაზებს, რომ რაღაც სტატუს-კვო თავიანთი მხარე შეიცვალოს, განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მკვეთრად აფიქსირებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. გასაგებია, რომ მათ განსხვავებული პოზიცია აქვთ, იგივე თავიანთ მომავალთან დაკავშირებით, თუმცა აქაც უნდა აღინიშნოს, რომ გარკვეული პრობლემები ამასთან დაკავშირებით არსებობს და ამასაც მე მგონი სოხუმის ხელისუფლებამ ჩვენი ურახება, გამომდინარე იმ გეოპოლიტიკური რეალობებიდან, რომელიც შექმნილი არის დღეს, რუსეთი არავითარ შემთხვევაში არ არის დაინტერესებული, რომ თქვა აფხაზეთის აღიარების პროცესი გაგრძელდეს სხვა სახელმწიფოების მიმართ და ამას ჩვენ ხედავთ, რომ ფაქტიურად რუსეთმა ეს პროცესი დაამოხრუჭა და ის ასევე არ არის დაინტერესებული, რომ აფხაზეთი გახდეს დამოუკიდებელი, თქვა სახელმწიფო და რეალურად ჩამოყალიბდეს როგორც ბუფერი, თქვა საქართველოსა და თქვა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და თქვა რუსეთს შორის. ეს აფხაზეთში ყველას თუ არა უმრავლესობას მაინც ესმის და ეს გარკვეულწილად პრობლემას ქმნის აფხაზეთთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მათი მანევრირების სივრცე იზღუდება გამომდინარე იმ რეალობებიდან, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ რუსეთის ამბიციებს, ანუ რუსეთის ამბიცია ის კი არ არის, რომ გავლენა კონდეს აფხაზეთზე და სამხრეთ ოსეთზე. მისი ამბიცია არის გავლენა კონდეს მთლიანად სამხრეთ კავკასიაზე და პოსტსაბჭოთა სივრცეზე. ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსეთში ესეთი აზრი წარმოიშვა, რომ მათ პრობლემა შეექმნა გაუაზრებელმა ეგრეთ წოდებული რეფერენდუმების ჩატარებამ მიერთებასთან დაკავშირებით. ამის ნათელი მაგალითი იყო ყირიმის მაგალითი. აქედან გამომდინარე, მათ დაიწყეს თამაშის ფაბულის შეცვლა აფხაზეთთან და ოსეთთან მიმართებაში, ვითომ აფხაზები უფრო კრიტიკულები გახდნენ და ამას აქვს საფუძველი, იმიტომ რომ რუსეთი რასაც ამბობდა სიტყვიერი ის დახმარება არ აღმოუჩინა აფხაზეთს და ბუნებრივი არ აღმოუჩინს, იმიტომ რომ რუსეთის მიზანია ბოლო აფხაზის გასტუმრება მაგ ტერიტორიიდან და ამის შემდგომ ვითომ გაჩნდა კრიტიკულად განწყობილი აბსოლუტურად გუშინდელი პრორუსული მოსახლეობის ნაწილი და ხაზი გაუსვეს იმას, რომ ჩვენ გვინდა თავისუფლება. ანუ რუსეთმა ცადა შეეცვალა მიმართულება და მსოფლიოს საზოგადოების თვალში რომ ყოფილიყო უფრო სხვანაირი ქვეყანა და იმიჯი შეეცვალა. აბსოლუტურად არაფერი ისეთი განსაკუთრებული ცვლილება აფხაზეთში არ მომხდარა, არც ოსეთში შესაძლოა. რუსეთს ბაზები დაქირავებული კი არა აფხაზეთში, ეგ ელემენტარულად აქ ორმხრივი ხელშეკრულების შედეგად დახმარების სახით გაკეთებული და აქეთ მოთხოვს სრული აფხაზეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ განცხადების ავტორს ეს დაავიწყდა ის ხელშეკრულება, რომელიც გააფორმეს აფხაზებთან და რუსეთთან საზღვარგარეთობრივი დაცვის უსაფრთხოების შესახებ, ის ითვალისწინებს რუსეთის ეგრეთ წოდებულ დახმარებას. აი დახმარების გამო შეუძლია აფხაზეთს ფული მოთხოვს, თუმცა დამოუკიდებლობას სურს. თავის მხრივ რუსული მედია აფხაზებს რუსეთის მიმართ უმადურობას საყვედურობს. რუსულ საინფორმაციო საშუალებებში ბოლო დღეებში აქტიურად განიხილება აფხაზეთის ეგრეთ წოდებული დამოუკიდებლობის საკითხი. რუსი ჟურნალისტების მხელვარება როგორც ჩანს გამოიწვია რაულ ხაჯიმბას მიერ კომერსანტთან საუბარში ნათქვამმა, რომ აფხაზეთში არასოდეს არავინ არ სვამდა საკითხს რუსეთის შემადგენლობაში შესვლის თაობაზე. ეს საკითხი ამჟამად აქტუალური არ არის. აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელიც ავითარებს სტრატეგიულ ურთიერთობას ჩვენს მთავარ პარტნიორთან რუსეთთან, აღნიშნა რაულ ხაჯიმბამ. ამას დაემატა აფხაზეთის ეგრეთ წოდებული პრემიერ-მინისტრის არტურ მიქვაბიას რია ნოვოსტისთვის მიცემული ინტერვიუ, რომელმაც კიდევ უფრო დააკონკრეტა თუ რატომ არ არის მისაღები ოკუპირებული აფხაზეთისთვის ცხინვალის მაგალითი, რომელმაც სოხუმისგან განსხვავებით რუსეთის შემადგენლობაში შესვლის სურვილი გამოთქვა. რუსულ პრესაში უამრავი წერილი დაიბეჭდა, რომელთა სათაურებიც კი მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ გააღიზიანა რუსული საზოგადოება სეპარატისტული რეჟიმის ხელმძღვანელობის მიერ რუსეთთან შეერთებაზე უარის თქმამ. აფხაზეთი არაპირებს ჩაატაროს რეფერენდუმი რუსეთთან შეერთების საკითხზე. აფხაზეთი გადახრა თურქეთის მხარეზე. აფხაზეთს არ უნდა რუსეთის შემადგენლობაში, თუმცა მას იქ არავინ ეძახის. ასეთი შეფასებები გამოჩნდა რუსულ პრესაში. რუსულ სტატიებში საყვედურები ძირითადად გაისმის იმის გამო, რომ რუსეთი აფხაზეთს ფინანსურად ეხმარება. აფხაზეთმა კი ვერა და ვერ მოახერხა თვითკმარი ეკონომიკის შექმნა და ამიტომ ის რუსეთზე არის ჩამოკიდებული. წერენ იმასაც, რომ რუსეთის მიმართ მადლიერების გამოხატულება იქნებოდა, რომ აფხაზეთს უარი ეთქვა სუვერენიტეტზე. აღნიშნავენ, რომ ფაქტიურად აფხაზეთი რუსული ფულებით ცხოვრობს. ის რუსეთის სატელიტია. აფხაზეთი რუსეთზე ყველაზე მეტად დამოკიდებულ რეგიონებს შორის ერთ-ერთი პირველია, მათ შორის ეკონომიკურად და პოლიტიკურადაც, აღნიშნულია კომენტარებში.
რუსეთის ხელისუფლებასა და თქვათ აფხაზურ ელიტას შორის განსხვავებული შეხედულები რო არსებობს, ეს მე მგონი არ ახალია. აფხაზებს რუსეთი წარმოუდგენიათ როგორც საბანკო, აი თქვათ ჩეკი, რომელსაც უბრალოდ გამოწერს რუსეთი და ეს უფასოდ უნდა მიეცეს აფხაზებს და ბუნებრივია რუსეთი ამას არ აპირებს. ანუ ის როცა წერს ამ თამასოკებს, ის ამავე დროს ითხოვს რაღაცა სანაცვლოდ. ანუ ეს არ არის უფასო რაღაც ვალდებულება და დახმარება და აი ამის აღიარება ცოტა უჭერთ აფხაზებს, მაგრამ მე მგონი თანდათანობით ხდებიან ისინიც, რომ ასე თქვათ არ არსებობს, აი როგორც ითქვიან, უფასო სადილი.